საგზაო მოძრაობის წესებში რეგულაციების სხვადასხვა მიმართულებით გამკაცრდა, მოიმატა ჯარიმების ოდენობა. კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად დაჯარიმდებიან ავტომობილების მეპატრონეები თუ მათი სატრანსპორტო საშუალება ზედმეტ ხმაურს იწვევს. ჯარიმის ოდენობა კი 200 ლარით არის განსაზღვრული. კანონის მეორე ნაწილი მაყუჩების ვიზუალურად გადაკეთებას უკავშირდება. ამ შემთხვევაში შესაძლებელია საპატრულო პოლიციამ 200 ლარით დაგაჯარიმოთ. შედეგად კი მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულათა სისტემიდან 30 ქულა ჩამოგაყლდეთ. მსგავსი ხელოვნური ჩარევა საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი იზორიას თქმით, ადამიანებისთვის გარკვეული დისკომფორტია. ხმაურიანი მაყუჩებით გადაადგილება არის ხმაურის დაბინძურება, რაც ადამიანის ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, მით უმეტეს თუ ძილის პროცესში იმყოფება ადამიანი. შესაბამისად ეს დისკომფორტი რომ მოეხსნას მოსახლეობას მოხდება მსგავსი ხელოვნური ჩარევების აკრძალვა. გამკაცრებული ნორმები წესდება ქვეითად მოსიარულეებისთვისაც. იმ შემთხვევაში თუ მაგისტრალებზე გადასვლისას წესების დაცვა იქნება უგულებელყოფილი, დარღვევა არსებულთან შედარებით ორმაგი ჯარიმით განისაზღვრება. მაგისტრალებზე, სადაც ისედაც ინტენსიური და ჩქარი მოძრაობა ფაქტიურად 110 კმ/სთ არის დაშვებული, აქ ჯარიმა იქნება 100 ლარი და განმეორებულ შემთხვევაში 200 ლარი. თუ ჯარიმებს ვდით, შესაბამისად აღსრულებას უნდა გაიზარდო. ხუთმა გადიზრდება ჯარიმების რაოდენობა იმ პირებზე, რომლებიც საგზაო მონიშნებს არ გაითვალისწინებენ და ქუჩაში თვითნებურად იმოძრავებენ. ამ შემთხვევაში სანქცია 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი ხდება. უზრუნველყოფს თუ არა ეს და კანონის სხვა მუხლების საგზაო უსაფრთხოების დაცვას. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მოქალაქეთა მოსაზრებები ჩაწერა. გაამკაცრონ კანონი კიდე მძღოლებზე, ნასვამებზე, სიჩქარეზე და მოწეულებზე და ესეთ იმას. მაგას მივესალმე. და თვითონ თუ დაგირღვევიათ ხოლმე? ალბათ კი. იმიტომ რომ ხან ესე იმას გადამიკვეთ კი. და ჯარიმები მკაცრდება. და თქვენი აზრით რა პასუხისმგებლობის წინაშე დგანან ქვეითად მოსიარულეები? არა, ხშირ შემთხვევაში ქვეითად მოსიარულეს მეტი პასუხისმგებლობა აქვს აუცილებლად. აუცილებლად. ყველამ უნდა აკონტროლოს და წესრიგი დაიცვას. თვითშეგნება სანამ არ იქნება უმაღლეს დონეზე, მანამ არაფერი არ შეიცვლება. კანონის ავტორები კი აცხადებენ, რომ ცვლილების მიზანი არა ხალხის დაჯარიმება, არამედ დარღვევების პრევენციაა. ჩვენი მიზანი არ არის ჯარიმები, რომელიც იზრდება და მეც გადახდა. ჩვენი მიზანი არის პრევენციული ხასიათის ზომების მიღება. სტატისტიკის მიხედვით გასულ წელს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 101 ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა. 2025 წლის პირველ კვარტალში კი 50. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მარტო სანქციების გამკაცრებით ვერ მოხდება სიცოცხლის გადარჩენა. უნდა მოხდეს ურბანული სიჩქარეების დაბალანსება. აუცილებელია ასევე ქულათა სისტემის გადახედვა და ის, რომ ვიდეო ჯარიმების სიჩქარეზე ქულებს მიებას.